საინტერესო ვიდეო ბლოგი გავმივათ, თუმცა გეტყვით, რომ ახლა არის 10 საათი წუთი თბილისის დროით, შესაბამისად საათსა და 20 წუთში 1:09 მოკლედ მე მეწყება კონტექსტი ჩემი გადაცემა, მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა ის თქმასაც ვაპირებ, იცით ჩვენ რომ თქვენ რომ დედაქალაქის ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია მეგობარი აქტის მხარდამჭერი აქცია და ამ მეგობარი აქტის მიღებას როგორც ჩანს აპირებს შეერთებული შტატების სენატი. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ დოკუმენტის თანახმად კიდევ მეტად მოეჭირება მარწუხები ბიზინა ივანიშვილს და ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს. ფაქტია ეს და ამ ბანდიტების ძალისხმევა თუ სურვილი უფრო ზუსტი რო ვიყო, ან იმედი თლად ზუსტი რო ვიყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იქნება ოცნების მომხრე, ხო, ნელ-ნელა იფშნება. სხვა შორის ამაზეც მექნება მესაუბარი კონტექსტში, რომელიც აქ გითხარით 1:09 დაიწყება თბილისის დროით. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ შეერთებულ შტატებს და შეერთებული შტატების პოლიტიკას, მაღალი ალბათობით სენატორი რიშის, კონგრესმენი ვილსონის, სხვათა ძალისხმევით, როგორც ჩანს, ან იმედი ვიქონიოთ, ჩვენთან მიმართებაში შეერთებული შტატები იქნება უკიდურესად სწორი და შესაბამისად მიაჭიკარტებს ივანიშვილს და ივანიშვილის რეჟიმს, რასაც ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ჩემი პროგნოზით, ივანიშვილის რეჟიმი არ ანძნელად თუ გაუძლებს. ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს მიჭიკარდება ევროპის მხრიდან და შეერთებული შტატებისა და ევროპის და გარკვეული ალბათობით თურქეთის აბსოლუტურად ადეკვატური პოლიტიკა და პოზიცია უკვე შემდგომ ივანიშვილისთვის იქნება სერიოზული პრობლემა. ის ჩამოეკიდება, ისედაც ჩამოკიდებულია რუსეთზე, მეტად ჩამოეკიდება და რუსეთი კი რამდენად გადაარჩენს, ეს ცალკე საკითხია, ცალკე თემა. მე მგონი რუსეთიც ვერ გადაარჩენს, მავრმა საკუთარი საქმე ვერ გააკეთა და ახლობით ასეთი იქნება პრეზიდენტ პუტინის და კრემლის მიდგომა ივანიშვილის მიმართ და შესაბამისად ჩვენ ხო ვიცით რომ ასია მავრმა თავის საქმე გააკეთა და უნდა წავიდეს, ახლა პირიქით იქნება მავრმა ვერ გააკეთა თავის საქმე და ის უნდა წავიდეს. ეს იყო აი პირველი რაღაც 2 წუთი და 45-46 წამია გასული. ის აუცილებელი სათქმელი, რისი თქმაც მინდოდა. გულახდილად გეტყვით, სხვა რამის თქმაც მინდოდა, მაგრამ ის სხვა რამე საერთაშორისო პოლიტიკასთან ან საქართველოს პოლიტიკასთან გლობალურ ჭრილში ნაკლებ კავშირშია. კერძოდ მინდოდა მესაუბრა ვასილ მაღლაფერიძეზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმ სამარცხნინო ქმედებებზე, რომლებსაც ჩვენ თვალყური მივადევნეთ ზოგმა ჩვენგანმა მაინც ბორდის სამარცხნინო სხდომაზე, რომელშიც ახსენებენ მასონებსაც კი წარმოიდგინეთ, მოკლედ სრულ სიგიჟეში ვართ. ოღონდ ეს ვასილ მაღლაფერიძე ერთიარო თავის სიგიჟეშია, ხო? ან მისი ამალა ვიღაცეები იქ გარშემო ვინც უსხედავენ, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელს მართავენ რეალურად, იცით თქვენ. მაგრამ ამაზე მე ალბათ ხვალისთვის მომიწევს საუბარი, ხვალ უნდა ვისაუბრო. ახლა უნდა ვისაუბრო მეტად სამწუხარო ამბავზე, დაახლოებით 15 წუთი დავუთმოთ. ამ ამბავს ისიც თქვენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევრი, მოსკოვში ჩასული ვიტკოფი, რომელიც დაბრუნდა ცხადია შეერთებულ შტატებში, ახლო აღმოსავლეთში არის პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი, სხვა შორის არის პუტინის მარჯვენა ხელის დიმიტრევის, რომელიც ლაპარაკებებში მონაწილეობდა ოღონდ კულისებში, ძალიან ახლო ნაცნობი კურსელი და აი ეს ვიტკოფი დაუჯდა და ესაუბრა ტაკერ კარლსონს, ამ ოდიოზურ ჟურნალისტად წოდებულ ფსევდოჟურნალისტს, მოდი ასე ვთქვათ. და იქ რაც ვიტკოფმა ილაპარაკა, პრინციპში როგორც ჩანს, ეს არის მიდგომა სრულიად არასამართლიანი, სრულიად არასწორი, სრულიად სამარცხნინო, სრულიად კატასტროფული, მთლიანად შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისა უკრაინის მიმართ. კახალომაიას აქვს თავმოყრილი პრაქტიკულად ყველა ძირითადი მესიჯი, ამიტომ არ მიწყენს ბატონი კახა თუ ჩავიკითხავ მის სტატუსს.
ვიდრე ჩავიკითხავდე, გვიტყვი რომ ეს როგორც ჩანს არ არის მხოლოდ ვიტკოფის პერსონალური აზრები, მინიმუმ შეთანხმებულია ის სახელმწიფო მდივან ოჰრა სამწუხაროა ასე შეცვლილ მარკო რუბიოსთან, ის მესიჯები შეთანხმებულია ვოლცთან, რასაკვირველია, ეს მესიჯები შეთანხმებულია სამარცხვინო ვიცე-პრეზიდენტობის განსახიერება ჯეი-დი ვენსთან და აბსოლუტურად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მესიჯები შეთანხმებულია პრეზიდენტ ტრამპთანაც კი. და მე მგონი ტაკერ კარლსონთანაც, ტაკერ კარლსონი რაღაც ჩრდილოვანი მმართველია შეერთებული შტატებისა, ცხადია ცოტა ვხუმრობ, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი რო ვაკრიტიკებ ახლა ამ შემთხვევაში ვიტკოფს, სხვა შემთხვევაში ვოლს თუ ტაკერ კარლსონს თუ მასკს თუ ტრამპს თუ ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს შეერთებული შტატების კრიტიკას, რომელიც კვლავ დაუბრუნდები პირველ სიტყვას, იცით თქვენ რომ შეიძლება ძალიან ადეკვატური იყოს ჩვენთან მიმართებაში, ანუ წავიდეს ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ოფიციალურადაც წავიდეს თეთრი სახლი, კონგრესი, სენატი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ასე შემდეგ, მიაჭიკარტოდეს ჩვენი დიქტატორი და აქედან გამომდინარე მათი ხისტი პოლიტიკა ჩვენთან მიმართებაში იქნება ძალიან კარგი და სამადლობელო. ეს ამაზე შევთანხმდით, მაგრამ ის რაც მეორე მხრივ რაც ხდება უკრაინასთან მიმართებაში, ის რომ ცუდი ამბავია, ეს იცით. ეხლა დაახლოებით 10-15 წუთი მეყოფა ალბათ, იმისთვის რომ ჩაგიკითხოთ, რას ამბობს ეს ხსენებული ვიტკოფი. პუტინმა მითხრა, მისი თქმით, რომ ტრამპს ესროლეს. წარმოგიდგენთ, ხვდება ვიტკოფი მოსკოვში, ვიტკოფს და პუტინი ეუბნება მას, რომ როცა ტრამპს ესროლეს, მან ანუ პუტინმა მოძღვართან ერთად ტრამპის ჯანმრთელობისათვის ლოცვა აღარ ილოცა და როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, არა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, არამედ როგორც მეგობრისათვის. აი ამის გამო, როდეში ამ სიტყვისთვის, მაგრამ აღფრთოვანებულია, აი ამ ტყუილის გამო, რომელიც პუტინმა უთხრა მოიფიქრა კგბ-სთან, ფსბ-სთან ერთად, თავის თანაგუნდელებთან ერთად რა უთხრათ ტრამპის წარმომადგენელსო და აღფრთოვანებულია ხსენებული ვიტკოფი, მან დაიჯერა, მთელი ამბავიც არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა თურმე ლოცვა აღავლინა ტრამპის ჯანმრთელობისთვის თუ ტრამპისთვის, როგორც მეგობრისათვის. პუტინმა კიდევ უფრო უარესია, აქ სულ უარესი მესიჯებია, გულახდილად გეტყვით, აქტივისი განვავიჩაროთ, ხო? პუტინმა წამხვა, ცნობილ ალბათ, რუს მხატვარს ტრამპის პორტრეტი შეუკვეთა, რომელიც გადმოცა, ანუ გადასცა ვიტკოფს, პორტრეტი ტრამპს გადავეცი. პუტინს ტრამპის უზარმაზარი პატივისცემა აქვს. ანუ აქაც ეს ვიტკოფის შემოტყუების, შეხვევის, თავის მოქონვის, გულის მოლბობის, კარგად წარმოჩენის მასთან შესაბამისად შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან პოლიტიკასთან გვაქვს საქმე და ვიტკოფი, როგორც ყველაზე გულუბრყვილო ადამიანი, ამას ყველაზე რბილად ვამბობ, იჯერებს ამ ყველაფერს და არა თუ იჯერებს აი ამ ფსევდოჟურნალისტი ტაკერ კარლსონის საშუალებით აცნობს მთელ მსოფლიოს. ხანახეთ ზელენსკიზე შემდეგი პასაჟი. ოვალურ ოფისში ტრამპის მიმართ ზელენსკის მიერ უპატივცემულობა იქნა გამოვლენენი. და ამასობაში კარლსონი აკეთებს თუნდე კომენტარს, ჰოი, ეს ქედმაღალი პატარა ქვეყნები, ბატონ კარლსონს უნდა ისე ვამბობ რა. ყველა ქვეყანა მსოფლიოში არის თანაბარი. ყველაზე ძლიერი შეერთებული შტატები და ყველაზე სუსტი, არ ვიცი რომ ქვეყანას დავასახელებ რა მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ქვეყანას აქვს თანაბარი უფლებები, მე გაეროს აპოლოგეტი, მომხრე და ასე შემდეგ არა ვარ, მაგრამ ყველას აქვს გენერალურ ასამბლეაზე ერთი ხმა. ყველა ხალხი არის თანასწორთა შორის, როგორც კარლსონს ეს არ გაუგია და თურმე უწოდებს ქედმაღალ ქვეყანას. დიახ, ქედმაღლობა, საკუთარი მეობა, საკუთარი მიდენეტობა, ხო, გამოკვეთილი აქვს მოცემულ ეტაპზე უკრაინას და ეს ძალიან კარგია, როგორც კარლსონი ამას ვერ გაიგებს. საშინელი მესიჯი შემდეგი ვიტკოფისა, 100% დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს არ სურს ევროპაზე შეტევა. კარლსონი აკეთებს ამასობაში კომენტარს, რომ რაში სჭირდება ეს ევროპა. ანუ მთელი ევროპა, უსაფრთხოების სამსახურები, ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები, იტალიელები, ესპანელები, ჰოლანდიელები, მთელი ევროპა სამილია ცხადია ჩამოვთვალო, ესე ალფაბეტის მიხედვით, ხო, რომელი ქვეყანა დავიწყოთ აი პირველი ქვეყნიდან, ისინი
მზად არიან კი არა, ისინი ემზადებიან, მათ იციან, რომ რუსეთი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუტევს მათ, მაკრონი და სტარბერი ერთმანეთს ასწრებენ, შოლცი ან მერცი, რა მნიშვნელობა აქვს, ერთმანეთს ასწრებენ ამ განცხადებებს და აი ეს ტიპი ვოლცი და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ ტიპს არ ესმის, რომ რუსეთს სურს ევროპაზე შეტევის მიტყვა და დარწმუნებულია თუნდაც 100%-ით, რომ კატასტროფული განცხადებაა ეს ყველაფერი. კიდევ უფრო საშინელი, რუსეთს რატომ უნდა უნდოდეს უკრაინის შესრულება? მათ დაიბრუნეს ის რეგიონები ყირიმი და დონბასი და მორჩა. ესე იგი, ამათ გონიათ, არც 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა, არც მანამდე წარმოთქმული სიტყვა პუტინის არ მოусმენიათ, მათ გონიათ, რომ ოდენ ხუთი ტერიტორია აღელვებდა, აინტერესებდა რუსეთს, ანუ იგულისხმება ყირიმი და დანარჩენი 4 ტერიტორია, ეგერთი ყველა არ შეუსრულდავს, ზაპოროჟიე და ხერსონი არ შეუსრულდავს, ასე პირდაპირ მნიშვნელობით დონეცკი შეისრულდა, თუ არა ესეც საკაბათოა. მაგრამ აი, ვიტკოფი ამას ამბობს და ამით ასრულებენ, რომ მორჩა ნიშნავს, რომ მეტი აღარაფერი აღარ უნდათ. კიდევ უფრო საშინელი განცხადება, პუტინთან შეხვედრამდე ყოფილი მთავრობის წევრები მაფრთხილებდნენ, რომ ის ყოფილი კგბ-ს წარმომადგენელია და მანიპულირებას გაგიკეთებს, რომ მე უპასუხე, იცით რა, კგბ-ში მხოლოდ ყველაზე ჭკვიან ადამიანებს იყვნენ, ახავდათ, ანუ კომპლიმენტარულია ვიტკოფი კგბ-ს მიმართაც კი. იმ კგბ-ს მიმართ, რომელსაც დასავლეთი მთელი თავისი, აი რეიგანის დასავლეთი, მანამდელი დასავლეთი, რუზველტის დასავლეთი 60-იანი წლების, 70-იანი წლების, იმ კგბ-ს მიმართ, რომელზეც ეჭვია, რომ არ დავასახელებ, რომ მან ჩაიდინა, ის არის გარკვეული დანაშაულების უკან, რომლებიც მოხდა სხვადასხვა წლებში, 60-იანებში, 70-იანებში, 80-იანებში, 2000-იანების დასაწყისშიც, ერთგვარად სულ მინიმუმ სარგებლობდა და ეს ვიტკოფი ამბობს აი ამას, რაც არის კატასტროფა, როგორც ეს ვიტკოფის მესიჯი ხაზგასმით ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ვიტკოფის მესიჯი, ეს არის ტრამპის მესიჯი და ჩვენ აი ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. მე არ ვიცი ამერიკის შეერთებული შტატების ადეკვატური დემოკრატები, ადეკვატური სენატორები და კონგრესმენები ამგვარ რიტორიკას და პოლიტიკას რას დაუპირისპირებენ. ჩვენ გვიყვარდა ამერიკა, სწორედ იმიტომ, რომ ის იყო სამართლიანობისა დარაჯოზე, ჩვენ მემხრობდით შეერთებულ შტატებს, კონკრეტულად მე და ჩემი თავობა ალბათ გაიზარდა, ალბათ კი არა, ნამდვილად გაიზარდა რეიგანის ეპოქაში და სწორედ იმიტომ შეიყვარა, რომ ის უშუალოდ რეიგანი იყო Evil Empire-ის, ანუ ბოროტების იმპერიის საბჭოთა კავშირზე ამ სიტყვების ავტორი და ვიტკოფი არის ისე როგორც ტრამპი, აბსოლუტურად ანტი რეიგანი, დონალდი არის ანტი რონალდი, ასეც დავარქვით რამდენიმე ხნის წინ. ხა ეს ძველი შემდგომი გაგაცვეთილი ფრაზაა, უკრაინას არ უნდა მივცეთ უფლება მესამე მსოფლიო ომში ჩაგვრიოს. ომი დაიწყო რუსეთმა, თუ ვინმე დაიწყებს მესამე მსოფლიო ომს, ესეც რასაკვირველი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ ხა ვიტკოფს ვერ მივაწვენთ ხმას, რასაკვირველია იქნება რუსეთი. ვიტკოფი კი არა, ვიტკოფების გვარის წარმომადგენლები სულ დაადგნენ და ჩამომწკრივდნენ და თქვან, რომ იცით რა, უკრაინა იწყებს მესამე მსოფლიო ომსო, სრული სიგიჟე, სრული ტყუილი იქნება. მე მეუბნები ევროპელ ლიდერებს უკრაინას იარაღს უპირობოდ აძლევთ და პირდებით და ამით მათ ახალისებთ, რომ ეს კონფლიქტი გაგრძელდეს. ანუ ვიტკოფი თავისუფლებას აძლევს, რომ ან ტრამპის სახელი ცხადია, ალბათ რუბიოც იგივე ჩადის, ალბათ ჯეიდი ვენსის სხვები და სხვები ვოლცი ხო? ევროპელ ლიდერებს ეუბნებიან, რომ ნუ აძლევთ უკრაინას იარაღსო. ჯერ ერთი რუსეთი აღარავის აღარ დაესხმება თავს, ამ 5 რეგიონს ჩაყლაპავს და ამით დამთავრდებაო. ეს ყველაფერი როგორ მოუტრიალდება უშუალოდ შეერთებულ შტატებს და ევროპას იმ შემთხვევაში, თუ ევროპას მიატოვებს, რაშიც მეჭვიებარება არ მიატოვებს, მაგრამ თეორიულად დაუშვათ, რომ ამერიკა აწובה რუსეთიც ამბობს, მოსკოვიც ამბობს, რომ იცი მე აღარავისი აღარ მივიდან შეტევას, ამით დავასრულე ჩემი ამბიციები, ჩემი იმპერიული ძრახები, ამას რო იტყვის, ხო, თეორიულად თუ იტყვის რუსეთი და ევროპა არ დაიხევს, მაგრამ თეორიულად რო წარმოვიდგინოთ, რომ ევროპა დაიხევს უკან, მე ნახეთ როგორ მოუტრიალდება ყველაფერი უკან და გაცილებით სასტიკად რუსეთს კი არა ევროპას და შეერთებულ შტატებსაც რუსეთისაგან უკვე წლების შემდეგ 2029-30 წელი სახელდება რუსეთის მოფერიანების შემთხვევაში რუსეთის ახალი შეტევების წლად. ვის არ უნდა უნდოდეს შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად მუშაობდნენ მთელ მსოფლიოში, მაგალითად ერთად ვითვისებდეთ რუსეთის არქტიკულ რესურსებს
და ერთად ყიდდეთ რუსულ გაზს ევროპაში. აქ მეგონი ბატონ კახაზდაშვილი აქ შეცდომა არა აქ ამას პრინციპული მნიშვნელობა, მაგრამ მაინც. და კალსონიც აკეთებს კომენტარს, მთელი გულით და სულით მინდა ასეთი მსოფლიოს ნახვაო. ხო, ანუ როცა ერთი რაღაცა თანხმობა, სიამტკბილობა რა წარმოუდგენელია, რომ ვიცოდეთ რაღა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია, ხო? რუსეთს პირობები აქვს იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ნუ ეხა ეს არაფერი. კურსკში არს რუსებს უკრაინული ძალები ალყავში ხათ მოქცეული. სრული რუსული ნარატივი. გასაგებია, რომ უკრაინულ ვებგვერდებს და ტელეგრამ არხებს არ უყურებს კონკრეტულად ვიტკოფი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე არ არის მთლად, როგორც რუსული პროპაგანდა პროპაგანდირებს და გვეუბნება, რომ სრულ ალყაშია უკრაინული ჯარები, ასე არ არის. ობიექტურად თუ ვიჩერებთ, იქ არის პრობლემები, რასაკვირველია, გაცდებით სერიოზული პრობლემები, ვიდრე იყო ასე მაგალითად ერთი თვის წინ, თვენახევრის წინ, მაგრამ მაინც. ხო, ეს კაი ამბავია, ხა ის კარგი გამხელაა, რომ ბოდიში. ხო, ჩვენამდე პუტინმა მითხრა, რომ რა ვუყო იმ ჯარისკაცებს, იმ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც ალყაში არიან და არ ნებდებიანო. მე არ მინდა მათი მოკვლავა, პუტინს არ უნდა თურმე პუტინს, რომელიც ბუჩაში ბავშვებს კლავდა, პუტინს, რომელმაც ბავშვები გაიტაცა მისმა ხელისუფლებამ და ციმბირში, ურალციქით გადაასახლა და მათი დნმ-ის შეცვლა უნდა პუტინს, რომელმაც დაატრიალა ის ტრაგედიები, რაც ხდებოდა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის მაგალითად იგივე ხერსონში ან იგივე მარიუპოლში, ხო? თურმე არ უნდა ადამიანების მოკლა და ამას იჯერებსაც თავარია ვიტკოფი და პუტინის თურმე უნება რა უნდა გავაკეთო, რომ მათ თეთრი დროშა აღმართონ და დანებდნენ. ნო, ხო, რუსკი არა უკრაინელ ჯარისკაცებს აქვთ გაცემული ამაზე პასუხი არაერთხელ და მე არ ვიცი როგორც ჩანს არ ესმის ბატონ ვიტკოფს და ფრიანს შეერთებულ შტატებს იმ პასუხის კონცეფცია, იმ პასუხის რაღაც სულისკვეთება, იმ პასუხის სიტყვებიც კი. კარგი არის ის, რომ გარიგებას სენატის თანხმობა სჭირდება და აი აქ კი შესაძლოა გაიჭედოს ტრამპის ადმინისტრაცია. კონფლიქტის საკვანძო საკითხია ყირიმის და დონბასის სტატუსი. ისინი რუსულენოვანები არიან, იქ რეფერენდუმები ჩატარდა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა რუსეთში შესვლა მოითხოვა. იგულისხმება ყირიმის რეფერენდუმი პირველ ყოვლისა მარტის თვეში ჩატარებული 2014 წელს. რასაკვირველია ტყუილია, იმიტომ რომ განდევნილი იყო მოსახლეობა, პრაქტიკულად იყო აპარტეიდული რეჟიმი დამყარებული, მარტო რუსული მოსახლეობა იყო დარჩენილი და ბუნებრივია ამ პირობებში რუსეთი კი არა, ყირიმის რუსეთში შესვლის მომხრეები მოიგებდნენ ამ რეფერენდუმს, მაგრამ ეს მისკია ეს ვიტკოფს. რუსეთი დე-ფაქტო აკონტროლებს იმ ტერიტორიებს, საკითხავისა, მსოფლიო აღიარებს თუ არა, რომ ეს რუსეთის ტერიტორიებია. საქმე ის არის, რომ თუ მსოფლიო კარგით გავანებოთ მსოფლიოს თავი. შეერთებული შტატები თუ აღიარებს, რომ ეს რუსეთის ტერიტორიებია, თეორიულად წარმოვიდგინოთ, ეს არ გამოსარიცხი ამბავი, კატასტროფული ამბავი დასაკვირველია. პირველ რიგში ასაკვირველია უკრაინა ამას არ შეეგუება და დიდი ამბავი იქნება უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს ერთი შეერთებულ შტატებს შორის. უკრაინასა და რუსეთს შორისაც დიდი ამბავი იქნება, იმიტომ რომ სულ მინიმუმ პარტიზანული ბრძოლები გაგრძელდება და კიდე რაც თავარია პანდორას ყუთი გაიხსნება და ყველას დაარტყ, ყველას შეუტევს. ჩრდილოეთ კორეას, მაგალითად სამხრეთ კორეას, რატომაც არა, ან ჩინეთი ტაივანს. თუმცა მე არც იმას არ გამოვიწყავ, რომ ჩინეთის მიერ ტაივანის ჩაყლაყვაზე უკვე თანახმა იყოს ვაშინგტონი, რაც ძალიან სამწუხაროა. შემდეგი გადარჩება თუ არა პოლიტიკურად ზელენსკი თუ ეს მოხდა? ეს თუ მოხდა, კითხვას სვამს თავად ვიტკოფი. როგორც ბატონ კახაზუწელი არ პასუხობს ამ კითხვას, მაგრამ თავად ამ კითხვის დასმა ნიშნავს იმას, რომ ისინი უბიძგებენ ზელენსკის მეორე შემდეგი აბზაცია, უკაცრავად უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, კიევში ამაზე თანახმანი არიან ტყუილი. დასაკვირველია და ტყუილია მათ შორის იმიტომაც, რომ ხსენებული ტაკერს ხო გავცელდა ეს ინფორმაცია, რომ ტაკერ კალსონი ელაპარაკებოდა ზალუჟნის ან პოროშენკოს ან ტიმოშენკოს. ტაკერ კალსონი არაოფიციალური პირი თეორიულად მიიღებს თუ არა მონაწილეობასო სამივე მათგანმა უთხრა უარი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ასეც არის. პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტი იქნება მანამ, სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. მე რო დაინიშნება არჩევნები, ვინიც ის იქნება მოიგოს კიდეც ის არჩევნები თუ მონაწილეობას მიიღებს. საინტერესო ეს სითეზა, კი არა ამბავი, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ეს ჯერაც ღია საკითხია. ანუ თქვენ დათმეთო 5 რეგიონიო და აი დანარჩენ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას ჯერჯერობით ვარ ვაუბრალოთ ღია საკითხი, ამაზე კიდე ვილაპარაკოთ. ნუ ეგ შავ ზღვასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებები შავ ზღვასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში შეტევაზე მორატორიუმს გამოაცხადებენ და ევროპა დისფუნქციურია. ალბათ ეს ყველაზე საინტერესო ამბავია. ევროპა დისფუნქციურია და გაჭრედებას რო უპირებს შეერთებული შტატების შეტევას, მოდი ესე ვიტყვი. უკრაინას კი არა, ევროპას ეს ფაქტია. ეხლა რა ყვები ამას, კვლავ მიმეორებ საჩვენოდ შეიძლება კარგი ამბები მოხდეს და ის მეგობარი აქ თუ მიიღებენ ამასობაში ძალიან კარგი ამბავია ეს, მაგრამ უკრაინისთვის ცუდი ამბები ხდება. ეხლა ჩვენი პოზიცია როგორი უნდა იყოს, ჩვენი ამ შემთხვევაში გულისხმობ საზოგადოებისა. ჩვენ ასაკვირველია აუგი არ უნდა წაგვწდეს შეერთებულ შტატებზე როგორც ქვეყანაზე, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, რომ ვიყოთ ემპათიურები პირველ რიგში უკრაინელების მიმართ, უკრაინის სახელმწიფოს მიმართ და ობიექტურობა უნდა მოითხოვს, რომ ჩვენ ფრთხილი, მოზომილი, ობიექტური კრიტიკა დავახვედროთ ტრამპის ადმინისტრაციასაც, რომელიც რამდენი წუთი გავიდა 20-ზე მეტი, რომელიც ეგრა მაგის პასუხია, იცით თქვენ რომ დარჩება 4 წელის განმავლობაში. შეერთებული შტატების სათავეში ძალიან რთული 4 ამ დინამიკით ვით უმეტეს 4 წელიწადი გველის ყველას არავინ იცის სპირები და უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი ამ პირებზე ვისაუბროთ მოდი როგორ პოლიტიკას გააგრძელებენ თუ ამ დინამიკით წავიდნენ ისინი პრორუსული უნდა დავარქვა ხომ აბადიეთ მოკლედ რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკა თუ გააგრძელეს ხო ჩვენ შეიძლება გადავრჩეთ დღეს მაგრამ შეიძლება ვერ გადავრჩეთ მასზე ანუ ეს ფაქტია თუმცა ამ შემთხვევაში მოდი ვენდოთ ეხლა სენატორ რიშსა და კონგრესმენ რიშსა და სენატორ რიშსა და კონგრესმენ ვილსონს ამერია ვენდოთ და მივყვეთ იმას რომ ისინი მაშინ როცა ტრამპს არ ცალია ივანიშვილისთვის რასაკვირველია ისინი ამზადებენ რაღაც საინტერესო პაკეტებს ჩვენთვის რომელიც ივანიშვილისთვის იქნება ძალიან ცუდი ხოლო საქართველოს სახელმწიფოსთვის იქნება კარგი მაგრამ ამასობაში რასაკვირველია ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არც უკრაინა რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის ოღონდ აქ ადეკვატური მოთამაშე რომ უნდა გყავდეს ხელისუფლებაში ეს ფაქტია ივანიშვილი რომ ადეკვატური არ არის ესეც ფაქტია გახდა ამასობაში 10:09 1 საათში იწყება კონტექსტი ნახვამდის